მაინტერესებს გამომწვევმა რომ დაწერა სამართალდამცავების მიმართულებით ისვრის, საიდან ვადგენთ რომ სამართალდამცავების მიმართულებით ისვრის. აი აქ თვალსაჩინოდ ჩანს ბატონო მოსამართლე, რომ მყარსაგანს ისვრის ისგა ერთი წამი. დავას დადგენილებაში. გავიგე. ისვრის საგანს ხო? აქ საგანს კი. რას ისვრის ამაზე ხო არ არის აქცენტი გაკეთებული? იმაზე ხო არ ვაკეთებთ აქცენტს რას ისვრის? თქვენ მეკითხებით რა იცით რომ პოლიციის მიმართულებით ისროლა ხო? ანუ ამას უნდა გავსწრებთ. თქვენ გაკეთებთ აქცენტს მყარია თუ რბილია თუ ასე შემდეგ. დაწერეთ ბატონო დავით თქვენ რომ პოლიციელების მიმართ ისროლა სად კაცში რომ ჯაბა ისა უკაცრავად ჯაბუა ქვა ისროლა თუ მაგარი საგანი ისროლა პოლიციელების მიმართ ელემენტარულია და დაგვანახეთ დასრულეთ ერთი წუთი აბსოლუტურად საკმარისი იყო ეს მასალა რასაც თქვენ მეუბნებით ახლა რომ ვაწამიან სრულიად საკმარისი იყო ექსპერტიზისთვის და იმ მიზნის მისაღწევად რა მიზანიც უნდა საგამოძიებო ორგანოს მოეხდინა პირის იდენტიფიცირება ხო შეგეძლოთ დაგენიშნათ ექსპერტიზა ასევე დადგენილებაში დაგესვათ შეკითხვა რა საგანი გამოდის ლუკა ჯაბუას ხელიდან აი შეკითხვა რომ დაგესვათ ხო შეგეძლოთ შეკითხვით შესაძლებლობით ყველაფერი შემიძლია ვკითხო ექსპერტს თუმცა გამომძიებელმა უნდა განსაზღვროს რა შეკითხვა უნდა დასვას და რა არა რაზე რას პასუხს მიიღოს ანუ შეიძლება თუ არა შესაძლებელია თუ არა იმაზე პასუხის მიღება ხო ბატონო ვინ უნდა განსაზღვროს თქვენ გამომძიებელმა ანუ მაგას კეთილი ხო რომ არ დასვით შეკითხვა ამასთან დაკავშირებით კი ბატონო მადლობა და მხოლოდ მის იდენტიფიცირებას